შენი საგადასახადო გზამკვლევი Grant Thornton საქართველოსა და ჩვენი ერთობლივი ეგიდით მომზადებული რუბრიკა დაიწყება ახლა, რომელიც ყოველთვის ძალიან საინტერესო რჩევებით არის დენომინირებული და ძალიან საინტერესო რჩევებს და რეკომენდაციებს აღიარებს ხოლმე როგორც ისე ქართული ბიზნესის მისამართი. ეს ძალიან საინტერესო თემატიკა გვაქვს და ამ თემატიკას გავშლით რამდენიმე წამში ფინანსური ანგარიშგების საგადასახადო რისკებზე ვისაუბრებთ კეთილან ღამბაჩიდესთან ერთად, რომელიც Grant Thornton საქართველოს საგადასახადო მიმართულების დირექტორია. კეთილან მოგესალმებით. ძალიან გმადლობთ თქვენ დროისთვის. მოგვენატრეთ და მოკლედ მოგვენატრათ თქვენს მიერ დასმული აქცენტები. ასევე პირდაპირ ეთერში და თემატიკა, რომლითაც დაბრუნდით ახალ სეზონზე, არის ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის. აი სადამე ჩვენ რამდენიმე მიმართულებად დავყოთ დღეს საუბარს და უპირველეს ყოვლისა ისმეთ აი ამ კუთხით არსებული ძირითადი რისკები, რომელიც დღეს არის დენომინირებული ზოგადად ეკოსისტემაში. ისმეთ გულობთ. მადლობა სანდრო, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელსაც. ნამდვილად აქტუალური თემა არის, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ არც თუ ისე ბევრი დრო არის თვის ბოლომდე დარჩენილი, როდესაც ფინანსური ანგარიშგების სავალდებულო წარდგენა ხდება და დღეს აი ეს გვინდოდა რომ ცოტა საგადასახადო კუთხით დაგვენახა ფინანსური ანგარიშგების აწყობის პროცესი და შემდგომ შედეგი და ის პოტენციური რისკი, რაც შეიძლება მოყვეს დაუბრუნდებით ჩვენს პირველ გადაცემას, არასწორ საგადასახადო დაგეგმარებას, არასწორ მიდგომას და ასე შემდეგ. პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ როდესაც ძალაში შევიდა კანონი და გახდა სავალდებულო ასეთი წარდგენა, მინდა გითხრათ, რომ ბაზარზე საკმაოდ იკლო უშუალოდ ჩვენ რო ვეძახით საგადასახადო აუდიტს, აი ასეთი მომსახურების მოთხოვნა. და რატო? მათ და ვიცით ჩვენ რომ პირველ მეორე კატეგორიის საწარმოებს სავალდებულოდ აუდირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენა ევალებათ, ისევე როგორც საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს, ხოლო მესამე და მეოთხე კატეგორიას ნებაყოფლობით აქვთ, ანუ შეუძლიათ აუდირებული წარადგინონ, შეუძლიათ არა, ანუ თავად მოამზადონ და ატვირთონ. როდესაც ხდება საგადასახადო კი არა უკაცრავად აუდირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენა, აუცილებლად აუდიტორული დასკვნის მომზადების პროცესში ერთვება საგადასახადო სპეციალისტი და იმ მატერიალურობის ფარგლებში, რაც აქვს განსაზღვრული, შეისწავლის მნიშვნელოვან პოტენციურ საგადასახადო რისკებს, რაც შეიძლება დადგეს კომპანიისთვის, თუ კი არასწორად მიუდგა რომელიმე ოპერაციის ინტერპრეტაციას, ან ბანალურ, ტრივიალურ რამეს ვიტყვი, კალკულაციის დონეზე შეეშალა და არ აქვს დეკლარირებული და ამის შესახებ დევს თავის დასკვნას, რაც აუცილებლად გაითვალისწინებდა აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში. მოგეხსენებათ, საჯაროა ეს ინფორმაცია, ანუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გადმოტვირთოს და გაეცნოს, ისევე როგორც მაკონტროლებელ ორგანოსთვისაც არის, რა თქმა უნდა, საჯარო. შესაბამისად, ასეთი რისკების აღნიშვნა პოტენციურად უკვე იმ რისკსაც წარმოშობს, რომ საგადასახადო შემოწმება შეიძლება მოყვეს, იმიტომ რომ რაღაცა რისკი არის აღნიშნული. ეს ერთი, მეორე, თვითონ აუდირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება იყოს არა დადებითი, არამედ პირობითი ან სულაც უარყოფითი, ხო? გააჩნია, რაზე გვაქვს საუბარი. ამიტომ მოიაზრებოდა, ასე ვთქვათ, დასაწყისში, რომ აღარ არის საინტერესო აი ცალკე საგადასახადო აუდიტის, რეალურად საგადასახადო მიმოხილვა ქვია, მომსახურების დაკვეთა იმაშიც შედის, მაგრამ მინდა ცალსახად გაუსვა ხაზი, რომ ეს ესე არ არის, ეს ძალიან განსხვავებული მიდგომა არის. აუდიტის დროს საგადასახადო სპეციალისტის ჩართვა, ვიდრე სრულფასოვანი საგადასახადო მიმოხილვა, სადაც ძალიან დეტალურად იქნება გავლილი ყველაფერი და დაეხმარება კომპანიას იმაში, რომ სწორად და შესაბამისობაში მუშაობდეს საგადასახადო კუთხით. ეს არის მნიშვნელოვანი დღის მდგომარეობით და ერთი ესეთი ნაკლი სენი ჩვენი ქართველების ალბათ ყველაფერს ვიტოვებთ ბოლო დღემდე სამწუხაროდ. კი ბატონო. ეგ არის ასევე რისკი იმისამ, რომ ვერ მოესწროს რაღაცის გასწორება, შედარება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ასე შემდეგ. ეს არის ზოგად რისკი. ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ და სხვადასხვა აი სანამდე გავყვებით ახლა ამ თემის ძირითად ჩარჩოს საბოლოო ჯამში. აი ეს პრაქტიკა ხო, რომელიც გაუმჯობესების პირი არ უჩანს ხო ცოტა ისეთი ნათქვამა, იმიტომ რომ ბიზნესი მწიფდება გარკვეულწილად და ნელ-ნელა ვსაუბრობთ მათ შორის დედლაინების დაცვას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ აი საბოლოო ჯამში რატომ არის ცოტა რიტორიკული კითხვა გამომდის, მაგრამ რატო არის ძირითადი რეკომენდაციის ველი ზუსტად იმ მიმართულებით მიმართული, რომ კომპანიამ დროულად დაიწყოს ამ ყველაფერზე აქცენტირება, იმიტომ რომ რეალურად კიდევ ერთხელ ხო ამოფაი ცოტა რიტორიკულ ჭრილში გამომდის კითხვა, რეალურად კომპანიას ცოტა ადრე დაწყებული პროცესების ჭრილში მთელ მოზაიკაზე აქვს ცუდომა, მთელ სურათს უყურებს
ამიტომაც რეალურად ის კიდევ ერთხელ უპირატეს მდგომარეობაში დგება, ვიდრე მაგალითად დედლაინის წინა დღეს, როცა მიყვავს ხოლმე სიტუაციები, ხო? მე მინდა აი პროფესიონალის რჩევა მოვისმინოთ და რეკომენდაცია მოვისმინოთ, რომ ერთის მხრივ აი რა რისკები არის ამ კუთხით და მეორეს მხრივ რატო უნდა დავიჭიროთ თადარიგი დროულად, როცა ბოლო ჯამში იმიტომ რომ აი კიდევ ერთხელ თქვენ ბრძანეთ თქვენ წინა სიტყვაობაში და აბსოლუტურად გეთანხმებით რომ მიღმა ერთიანი ცნობიერებისა და მიღმა ერთიანი მიდგომებისა აქ ასევე შეიძლება კალკულაციაში იყოს გარკვეული შეცდომები და გარკვეული გარღვევები ხო? რამაც შეიძლება მე გარკვეული პრობლემებისკენ მივიყვანოს. აქედან გამომდინარე აი რატომ არის მნიშვნელოვანი რომ დროულად დავიჭიროთ თადარიგით არ მithumetes დედლაინი უკვე კი ბატონო ძალიან კარგი კითხვა არის რატომ არის მნიშვნელოვანი მით უფრო რომ მთელი 9 თვე წლის დასრულებიდან აქვს კომპანიას იმისათვის რომ მოამზადოს ეს ფინანსური ანგარიშგება და პრინციპში 1 ოქტომბერი ისეთი თლად ბოლო დედლაინი არის, თორე ფინანსური ანგარიშგება უნდა იყოს ატვირთული და წარდგენილი მაშინ, როდესაც ის მომზადდა, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ის არ მზადდება უფრო ადრე. მოდი სანამ ვისაუბრებთ რა გავაკეთოთ, ვთქვათ რა პოტენციური რისკები შეიძლება გქონდეს ამასთან დაკავშირებით. აი ისეთი გამოცდილებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც უნდა გავითვალისწინოთ და მივხვდებით რატომ უნდა გავაკეთოთ დროულად. როგორც აღნიშნეთ, ეს შეიძლება იყოს შეუსაბამობა კალკულაციაში, რომელიც, გასაგები თემა არის, ადამიანური ფაქტორი შეიძლება მონაწილეობდეს, ან ტექნიკური რაღაც ხარვეზი და ფაქტორი მონაწილეობდეს ამაში და არის გაკეთებადი ოღონდ როგორ უნდა დაზუსტდეს შესაბამისად ის საგადასახადო დეკლარაცია, რომელიც არასწორად იყო წარდგენილი, არ ასახავდა სრულ სურათს და ასე შემდეგ. ამასაც უნდა დრო, მომზადება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ეს გავლენას მოახდენს უკვე გადასახადის გადამხდელის შედარების ბარათზე საგადასახადოში. რომელ ბარათზე წლის ბოლოს გვაქვს დავალიანება ბიუჯეტის მიმართ თუ პირიქით ზედმეტობა. შესაბამისად ეს არის საბალანსო მუხლები, ან გვაქვს ვალდებულების მუხლი, ან მოთხოვნის მუხლი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია და მით უფრო როდესაც თანხა მატერიალურია, დიდ გავლენას ახდენს სურათის ფინანსურ ანგარიშგებაში სურათის სწორად წარმოჩენაზე. არის რიგი რისკები დაკავშირებული ძალიან მინდა რომ გავაკეთოთ და ვფიქრობ რომ გავაკეთებთ აუცილებლად შენთან ერთად გადაცემას უშუალოდ შეღავათიან რეჟიმებზე რა გამოწვევები აქვს ამა თუ იმ რეჟიმს და რა მიდგომა აქვს შემოსავლების სამსახურს ხო შეიძლება კომპანიამ არასწორად აღიქვა არასწორად გაიგო ამა თუ იმ რეჟიმის გამოყენების შესაძლებლობა და თავისი საქმიანობიდან გამომდინარე რიგი ფაქტორებით ვერ აკმაყოფილებს იმ პირობას რომ სარგებლობს ამ შეღავათიანი რეჟიმით. შესაბამისად, თუ დადგება იგივე მაკონტროლებელი ორგანოს მიერ იქნება განხილული ჩაითვლება, რომ არასწორად ქონდა გადახდილი გაცილებით ნაკლები გადასახადი, ეს ყველაფერი ამოტრიალდება, დაერიცხება დამატებით გადასახადი და ძალიან დიდი რისკ ფაქტორის წინაშე დადგება კომპანია, ხო? რაც შეეხება იგივე ამ არასწორ კალკულაციაში არითმეტიკულ შეცდომებს, ხო? ეხლა აქაც ისეთი თემა არის, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ პრაქტიკაში მით უფრო იმ კომპანიებში, რომლებიც არიან მესამე-მეოთხე კატეგორია და არ მოეთხოვებათ აუდირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენა, როგორ წესი ამზადებს ისევ ბუღალტერი, მთავარი ბუღალტერი, რომელიც ისედაც მთელი წელი აკეთებდა იგივე დეკლარაციებს. ახლა ჩემი გაკეთებულის ჩემივე გადამოწმება კი კარგია, მაგრამ ხომ არ ჯობია კიდევ ერთმა უცხო თვალმა გადაავლოს თვალი და შეხედოს რა იყო გაკეთებული, ვიდრე ისევ მე ვიჯდე და ჩემსავე გაკეთებულს ვამოწმებდე და ვრწმუნდებოდე, რომ სწორად წარვადგინე, ხო? ესეთი რიტორიკული კითხვა, ასე ვთქვათ. ასევე, გარდა ასეთი შეღავათიანი რეჟიმებისა, რაზედაც ვისაუბრეთ, ყველაზე ისეთი აქტუალური ამ ბოლო პერიოდში თემები და ჩვენ არაერთი გადაცემა მიუძღვენით. ეს არის ტრანსფერ პრაისინგი, ეს არის ურთიერთდამოკიდებულ არარეზიდენტ მხარეებთან კავშირი და ტრანზაქციები მათ შორის განხორციელებული და ეს არის სესხის კაპიტალად კვალიფიცირების საკითხი. რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, ცოტა რთულია აღსაქმელად შეიძლება არა ამ თემაში ჩახედული პროფესიონალისთვის და შესაბამისად ამ ყველა ასპექტს შეიძლება მოყვეს დამატებითი გადასახადი, დამატებითი სანქციები ჯარიმას აურავის სახით, რაც უკვე რადიკალურად შეცვლის სურათს ფინანსურ ანგარიშგებაში. ეხლა რომ ახსენეთ, რატომ არ ვაკეთებთ უფრო ადრე, მოდი პირველი ის თქვათ, რომ კონკურენტული უპირატესობა არავის არ გაუქმებია, არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და თუ კი მე ვასაჯაროებ ფინანსურ ანგარიშგებას და ველოდები რომ ინვესტორები რომლებიც გაეცნობიან დაინტერესდებიან ამ კომპანიაში და რაღაც პოტენციურად ზრდის პერსპექტივა მექნება კომპანიაში. ან თუნდაც ბანკთან მაქვს ურთიერთობა და მინდა რომ დამატებითი სახსრები მოვიზიდო განვითარებისთვის და ბანკი ინტერესდება ამით. რატომ არ გავაკეთო წლის დასრულებიდან მალევე
და ვისარგებლო იმ ოფციით, რომ ეს უკვე გამზადებულია, სწორად არის შეფასებულია, გაკეთებულია და შემიძლია წარვადგინო და რეალურ სურათს ასახავს, ხო? ანუ ესეც ერთგვარი საკითხი არის. მეორე არის ის, რომ ამ ყველა პრობლემას პოტენციურ რისკს რაც ვახსენე, გარკვეული დრო ჭირდება გამოსასწორებლად. თუნდაც გჭირდებოდეს აუდირებული ფინანსური ანგარიშგება ვართ პირველი ან მეორე კატეგორიის და სავალდებულო გვაქვს. აუდიტორის მოთხოვნისთანავე ჩვენ უნდა წარვადგინოთ ის დოკუმენტაცია და ის ინფორმაცია, რასაც მოითხოვს, რომ დავარწმუნოთ ამა თუ იმ ტრანზაქციის ოპერაციის ეკონომიკურ შინაარსთან ბმაში, დასაბუთებაში, იქნება ეს იგივე სესხის კაპიტალად თუნდაც კვალიფიცირება, რატო დამჭირდა სესხი, რა პირობებით მაქვს აღებული ეს სესხი. მით უფრო, როდესაც ტრანსფერ პრაისინგზე ვსაუბრობთ, მან ამ დოკუმენტაციას ფორმალიზებული სახე უნდა ჰქონდეს, როგორც მინიმუმ ეს უნდა იყოს საბაზრო ფასის შესადარისი ფასების მოძე ეგრეთ წოდებული ბენჩმარკინგი, კვლევა, ან შეიძლება იყოს სრული პაკეტი სატრანსფერო ფასწარმოქმნის ლოკალური დოკუმენტაციის მომზადება. ამას ჭირდება დრო, ამას ამზადებენ პროფესიონალები და ბოლო დღემდე მიყვანით ჩათვალეთ, რომ მსგავსი დოკუმენტაცია ვერ იქნება წარმოდგენილი. რაც ავტომატურად ნიშნავს აუდიტორისთვის, რომ უნდა ჩაწეროს, რომ შეიძლება პოტენციურად რაღაც რისკი აქედან გამომდინარე წარმოიშვას და შესაბამისად ვერ ვიძლევით გარანტიას, რომ ეს არ იქნებათ, იქნება პირობითი დასკვნაც. აი ეს შედეგი შეიძლება მოყვეს ამას. ანუ აი ძალიან კარგად და აი ძალიან ხატოვნად გაგვიშალეთ ეხა მთელი აი ეს სქემა. ერთ კონკრეტულ პუნქტზე მივაპრობდი ყურადღებას. აი ხა სხვათა შორის აი ვიღებ აუცილებლად თქვენ ასე ვთქვათ პასს იმასთან დაკავშირებით, რომ აი საშეღავათო რეჟიმების კომპონენტი ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ამაზე ძალიან ვრცლად შეგვიძლია, რომ ახლო მომავალში თუნდაც მომდევნო კვირაში ვისაუბროთ, იმიტომ რომ როგორც წესი კარგი მქმელს კარგი გამგონი ჭირდება ხოლმე და ხშირად აი აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ინტერპრეტირებული ეს მაინც და მაინც არ არის სწორად. მე ხა ყველაფერი არ მინდა ცხადია ბენეფიციარს და ბიზნესს დავაბრალო, ხშირად მესიჯებიც არასწორად იგზავნება ხოლმე. აბსოლუტურად ესეა. აუცილებელია, რომ აი თუნდაც იგივე ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იყოს აუცილებლად, თუმცა მე კრებსითად არ ვამბობ ამას. არის მესიჯების სპექტრი, რომელიც გამართულად მიდის, მაგრამ არის გარკვეული კომპონენტები, რომელსაც გაცილებით უფრო მეტად ჭირდება ბუნდოვანებისგან გაფანტვა. რაც შეეხება ბიზნესს, აი ხა ზუსტად თქვენი საუბრიდან გამომდინარე, აი კიდევ ერთხელ ხავს უსვავთ იმ მოცემულობას, რომ ბიზნესის ყურადღებაზე გადის ყველაფერი საბოლოო ჯამში და რა თქმა უნდა გადის ყველაფერი იმაზე, თუ ვინ აკეთებს ამ შემთხვევაში ბიზნესში გარკვეულ მომსახურებას და ის რომ პროფესიონალმა უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი, ესეც ფაქტია. ბოლოს ჩვენი საუბრის ბოლოს მე მინდა Grant Thornton საქართველოს კონკრეტულ კონტრიბუციაზე კითხოთ ზუსტად ამ მიმართულებით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ კომპანია მრავალი წელია აი ამ მიმართულებით და არა მარტო ოპერირებს ბაზარზე და შესაბამისად რა არის თქვენი კონტრიბუცია ამ ჭრილში. მადლობა დიდი, რა თქმა უნდა, კონტრიბუცია ჩვენიც და აუდიტორულ სექტორში დასაქმებული ეს მით უფრო საერთაშორისო კომპანიების არის ძალიან დიდი. ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ამ ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულებიდან გამომდინარე კულტურაც ამის მომზადების, დროულობის, თადარიგის დაჭერის და დოკუმენტაციის მომზადების საკმაოდ მაღალია. საკმაოდ მაღალია იმასთან შედარებით, რაც იყო თორე. გასაკეთებელი არის კიდევ რიგი საკითხები. გასავლელი. რაც შეეხება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა მაგალითად, ხო? აი ჩვენთან მომართვიანობა თუნდაც კეთებოდეს აუდირებული ფინანსური ანგარიშგება, თუნდაც არააუდირებული. მნიშვნელოვანი კომპონენტი ასევე ჩვენ ერთი გადაცემა მიუძღვენთ ორი მე მგონი საგადასახადო დავას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, იმიტომ რომ თუ კომპანიას აქვს მიმდინარე საგადასახადო დავა, სულ ერთია ეს არის ფინანსთა სამინისტროს სექტორში თუ უკვე გადასული ინსტანციაში თუ გადასულია სასამართლოში, მაგრამ მიმდინარეა და წელი ისე დაიხურა, რომ შედეგი არ დამდგარა, არც დადებითი, არც უარყოფითი კომპანიისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საგადასახადო სპეციალისტის შეფასებას თუ პოტენციურად რა შედეგი შეიძლება დადგეს. ანუ ალბათობის შეფასება იმისა მოგებადია ეს საქმე, არა მოგებადი, ნაწილობრივ მოგებადი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, როდესაც ეს დავა მიმდინარეობს, ცნობილია რა თანხაზე ვდაობთ. უკვე დარიცხვაც არის, შესაბამისი ჯარიმაც არის, შესაბამისი საურავიც არის, ხო? ანუ ეს უნდა აისახოს თუ არა, პოტენციურად თუ შეიძლება მაინც მიუხედავად იმისა, რომ დაობს კომპანია, შეიძლება მაინც დარიცხვა მოხდეს, აუცილებლად უნდა აისახოს აღნიშნული ფინანსურ ანგარიშგებაშიც, ხო? ამიტომ ჩართვა საგადასახადო სპეციალისტის ამ ნაწილშიც არის ძალიან მნიშვნელოვანი.
მნიშვნელოვანი. ჩართვა საგადასახადო სპეციალისტის იმ დოკუმენტაციების მომზადებაში, რაც სავალდებულოა, რომ კონდეს კომპანიას მით უფრო თუ კონტროლირებულ ოპერაციებზე ვსაუბრობთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი და გვიანი არასოდეს არ არის. როგორც მინიმუმ ანგარიშგების მომზადების პროცესში ის მაინც ეწოდინება კომპანიას უფრო კონსერვატიულად შეხედოს და რაღაც დარეზერვების მხრივ იფიქროს იმაზე, რომ დაარიცხოს გადასახადი, იმიტომ რომ უფრო სწორად აჩვენოს ის სურათი ფინანსური რაც აქვს, თუ არა. ეს აუცილებელი არის მაინც მესამე მხარის მოზიდვა, თუ შიგნით, რა თქმა უნდა, არ ყავს ცალკე სპეციალისტი საგადასახადო კუთხით, რომელიც უზრუნველყოფს ამას ყოველდღიურ რეჟიმში. მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ადრე ექნებოდა წარდგენილი დიდი ეჭვმა ფინანსური ანგარიშგება და არ დაელოდებოდა 1 ოქტომბერს. ერთი ძალიან დიდი მადლობა. ახლა ძალიან მღირებული სამბერტავის საუბრისთვის და რეკომენდაციებისთვის, რაც ახლა გააჟღერეთ პირდაპირ ეთერში და რა ვიცი, მე კიდევ ერთხელ ძალიან გულშემატკივრობ ამ რუბრიკას, იმიტომ რომ ზუსტად ის რჩევები და რეკომენდაციები მიემართება როგორც წესი ბაზრის მისამართით, რაც საჭიროა ქართული ბიზნესისთვის. მადლობა თქვენ. მადლობა სანდრო. და მადლობა Grant Thornton საქართველოს. ძალიან საინტერესო რუბრიკისთვის ქეთევან ღამბაშიძე იყო ჩვენთან ერთად. გავდივართ რეკლამაზე. რეკლამის შემდეგ უკვე საბანკო სექტორს მიმოვიხილავთ. ბანკების ასოციაციასთან ერთად. ძალიან საინტერესო აქცენტები გველის ასევე პირდაპირ ეთერში რეკლამის შემდეგ, ასე რომ დარჩით ჩვენთან და დაგვიყვებით.